Როგორმე იქნებ გამოვძვრე ანტიდეპრესანტების გარეშე. ეს მესმის ხოლმე ძალიან ხშირად. მეგობრებო, თქვენ ვერ საიდან ვერ გამოძვრებით, იმიტომ რომ უბრალოდ არსად არ ხართ შემძვრალი. სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ან შფოთვითი აშლილობა, ან დეპრესია, მდგომარეობა, რომელსაც არ მკურნალობთ უკვე დიდი ხანია და თუ თქვენი გენეტიკური მოცემულობა და თქვენი ფსიქიკური ჩამთელობა გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ ეს თავისით მომხდარიყო, ანუ თავისით გაგეარათ ეს გზა ისე, რომ არ გამოგეყენებინათ მედიკამენტები, ეს მოხდებოდა. მაგრამ ადამიანი რო წყობით ასეთ მდგომარეობაშია და კიდე იმის ილუზია აქვს, რომ იქნებ გამოვძვრე. ხო, კიდე ერთი ფრაზაა ხოლმე, რომ არ მინდა ვიქცე კომპოსტოდ. მეგობრებო, რომელ კომპოსტოდ ქცევაზე ვსაუბრობთ, როდესაც ადამიანი ტირის 24 საათი ღამე არ წინავს, არ აქვს კონცენტრაციის უნარი, არ შეუძლია რომ დაისწავლოს ორი აბზაცი, აქვს შეტენილი საგნები, მუდმივად იღებს აკადემიურს და ვერ მუშაობს. პლუს ვერ ბანაობს ხოლმე შიგა და შიგ. ანუ ამაზე მეტი სიახლოვე კომპოსტოვებასთან რა ვიცი მეგობრებო, ანუ ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებთ და რა კომპოსტოდ ქცევაზე ვსაუბრობთ. მაშინ მოდი ასე გეტყვით. ჯერ ერთი ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიდეპრესანტები არ იწვევს მიჩვევას და არაფერ კოგნიტურ ფუნქციებს არ ამდაბლებს პირიქით. მაშინ ჩვენ ვიცოდეთ ის ისტორიები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მკურნალობა ანტიდეპრესანტებით და მათი ფუნქციები გონებრივი, როგორც არის კონცენტრაცია, დასწავლის უნარი, რაღაც ელემენტარული თასკების გაკეთების უნარი მათ დაუბრუნდათ, დაიწყეს მუშაობა, ჩააბარეს თავისი შეტენილი საგნები და უბრუნდნენ ჩვეულებრივ გარესამყაროს. ელემენტარულად შეუძლიათ, რომ საუბრიდან გამოიტანონ შინაარსი და მოусმინონ ადამიანს ბოლომდე ისე, რომ აზრი არ გაუწყვდეთ. აი ეს უკვე შეუძლიათ მათ ანტიდეპრესანტებით. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო.